მოკლედ ძვირფასებო მე და ლიკა შურღაია ვიყავით და გავაკეთეთ ესენი შორენა იყო კიდე ერთი მშობელი ეს ბუშტები ჩვენ გავაკეთეთ გავალამაზეთ მოვგავე და მე წამოვედით შორენა იყო მაჩვენა ეს გვირილა როგორ კეთდებოდა მე იქეთ პირველ კლასში იყო იმათ ეხმარებოდა და მოკლედ მე და ლიკამ შურღაიამ გავაკეთეთ ის კლასი ესე მოვთეთ ლამაზად აქ მშობლები დავდივართ ყველა კლასში რატომ არ ვიცი ოღონდ Teresi. Tamam, ide. Sadi, kariya da imito. Adab tkhiva chadi. ბევრწლები კაცო 2 მეტრიანი ეს კაცი. დედა ძლივს მოდივარ ხალხისიანი. ძლივს. წადით აბა გადაგიღო, წადი. განსვია. შედი და ეგერ გოდესთან. გეგა. წადი და დაუჯექი ძმებს. იქ. ხარია ხალხო საშინელი. გეგა სადაიმალე ღმერთო სულ იმალები დედიკო შენ აი დედიკო აქ ჩადა რა ერთის აი ცოტა ხანი და მე აი სტე იქ არის ჭიდელი ხვავი
დედა მუხრანი. ფეხშიშველი მომდივარ. რა ვქნა ხალხ? სვამცხენია, თბილისშიც კი მივლია ფეხშიშველი. კარგად გასმიყიდი კიდე კაცო. 3 ლარი ღირს თუ 5. ერთი მაგ კიდე ზაბასად. ღმერთო, ეხა მივდივართ. ახში. აი, თუ არ გჯერათ როგორი ქარია ნახეთ, ა. დედა. გაიში დედიკო მე ფეხშიშველი მომდივარ ეხლა. თელი ის მე უნდა მოვწმიდო. წადი მაშინ მანქანაში წავიდე. მანქანი წავიდეთ? სადა? დედა. არა მივალ კაცო. გოგო, ტაკიგი წაისენ გოგო. გოგო. არაო, მასწავლებელმა, უпроსტორე დირექტორმა მიბრძანდით მშობლების სახლშიო და ბავშვები კლასშიო. ხოდათ წამოვედით. კი მინდა და ეხა წიგნებს მისცემდნენ ბავზა. ძიმე იქნება ის ჩანთა, მაგრამ ეგეთი ბრძანება გასცეს. 15. მოგარახვა. აი. აბა რას გეკითხება? 15. 17-ს გამოვაკელე. მოგესალმებით, ძვირფასებო. 17-ს გამოვაკელე 5. ყველას წარმატებული სასწავლო წელი. 17-ს გამოვაკელე. სოსო მიპოვა 17 ბურთი. აი ნიას. ნიამ უღურე. 15. 5-ით მეტი. მეტობა რას ნიშნავს? გამო. მეტობა. მიმატე. მერე? ესე იგი? ესე იგი 17-ს მივამატე 5. ამდენი იპოვა ვინ? 17-ს 5 რომ მივამატებთ, იმდენი ვინ იპოვა? ნია. ნიამ. ნია. გეკითხებია ნიამ რამდენი იპოვაო? 17-ს. მოკლედ მე მოახერხე ძვირფასებო მოსვლა. ისეთი არეულობა მქონდა სახლში და კიდე ხა იმან ადამ ფურსლები დაჭრა და ისინი ციტაქსზე დამიყარა და ყრია მან. საჭმელი უნდა გავაკეთო რომ ბავშვებს მოშირებათ. გეგა ბაღშია და ეს სკოლიდან მოვიდა, წიგნები მისცეს და ძალიან დიდი მადლობელი ვარ. სამი მასწავლებლის კარგი წიგნები შეხვდა კოდეს და ძალიან გვაყოფილი ვარ. ეიცაკს ცოტა ოდნავი არაფერი ისეთი ხელოვნების წიგს აქვს ოდნავი. ცოტა არაფერი თითქმის. ნიას. ახლა ნახე. რამდენი აქვსო ორივეს ერთად?
მაშინ რა უნდა გავაკეთოთ? 17-ს მივუმატოთ 22. ო, დაწერე. აბა სკოლაში რატო დაიბენი? დაწერე. ხო და მოკლედ ესე. ძალიან კარგი დღე იყო. ოღონდ საშინელი ქარი იყო. 20. მე ისე მოხდა რომ ამათ არ ქონდათ კონცერტი. 1-2 რაღაც სიმღერა იმღერეს და იქ იცეკვეს იმ სიმღერასთან და всё, გამოვიდნენ. მგონი ორმა ბავშვმა მოყვა ლექსი ამის კლასიდან, არ ვიცი ზუსტად. იქ ვიდექი, მაგრამ რა ვიცი, ვერ ხედავდი, იმიტომ რომ ჩემს წინ მერე ბევრი დადგა და მეც ფუსლებზე რო ვიყავი, ისე ამტკივდა ფეხი, ძლივს ვიდექი, აი წარმოიდგინეთ მთელი დღე. ესე იგი 8 საათიდან 12-ის ნახევარამდე ხუსლიანებით მუშაობდი ხალხო ყოველ დღე სამსახურში. მე სახში ხო მივდიოდი, მაგრამ იმდენად მიყვარს ხუსლიანები, მიყვარდა, არ მიჭირდა. ეხლა კიდე ძლივს ვიდექი ფეხზე ერთი სული მქონდა, როდის დავჭიდებოდი და დასაჭდომი არ იყო. რამდენი გამოვიდა? რამდენი გამოვიდა? ორივეს. 29, კაი. აბა ახლა აქ დავაკვირდი. კაი, არა უშავს. 6-13 საათინოთ გამოგიყავი მე სახში რო ვიმეცადი. ჩემი არა არის. არა, ჩემი როული იყო. ეხლა ნახე, იამ დარგო 18 ხე. მათე 6-ით ნაკლებიო. მათე. მე მოვიფიქრე კაცო სახელები, აბა პეტრე პავლეს ხო არ ვიტყოდი. 6-ით ნაკლები, მაშინ რას ვაკეთებთ? ვაკეთებ. ხო, მეტობა როცა გიწერია, ემატება, ნაკლებობა როცა გიწერია, აკლდება. რას აკლებ? 18-ს გამოაკლი 6. ხო, იმდენი გამოვა იმას, მათეს. ხო და ესე, კარტოფილის соуს ვაკეთებ, მეგობარმა გოგომ თხოვა კექსი გამომიცხოვ, რაღაცისთვის უნდა და არასოდეს არ უთხოვია და უარს ვერ ვეტყოდი და კი არა მაქვს ხალისი თითქოს და ჩემთვისაც ვერ ვაკეთებ ხა ამ ბოლოსს, მაგრამ უარს ვერ ვეტყოდი და კაი ის უნდა გამოვაცხო, 20 მომიტანა, დანარჩენი მე მაქვს მეთქი მაწონი მოვიტანე, კალაკი მოვიტანე. არ მინდოდა რომ შეწუხებულიყო რა, მოკლედ მე მინდოდა რომ გამეკეთებდი და მარტო მოცვი არ მქონდა და ვერსაიდან ვერ გავაჩენდი და რა ხან თვითონ მქონდა მარტო მოცვი მომიტანე და დანარჩენი მე მაქვს ყველაფერი, თქო მაწონი მოვიტანე, ვანილი მოვიტანე. ქვილი ისედაც მაქვს, შაქარი ისედაც მაქვს. ხო, ეს იყო და ეს. მეტი მე ისე მოხდა რომ ესენი რომ მორჩნენ კონცერტს მასწავლებელმა, რომელიღაც მასწავლებელმა ბავშვები გაიყვანა. ანუ ზემოთ ვიყავდა და მეც ვიფიქრე მორჩა მეთქი ყველაფერი და მშობლები ყველანი ამ ბავშვებს წავყევით. მე შემოვჭით კლასში, მე ქვემოთ არ ჩამოვიდით, ანუ დაწერე. სწორია. მათეს რამდენი ქონდა? რამდენი ხე დარგო მათ? 6-ით ნაკლები. ხო, რამდენი ესე იგი? რამდენი ხე დარგო მათ? მათემ დარგო 12. 12 ხე, კი. ორივე ერთად? 30. ხოჭ, კაი ბიჭი. აცი ხო არ დაგავიწყდება. კიდე დაგიწერ მე მსგავს მაგალითებს მოვიფიქრო უნდა. აი, რა უნდა დავიწერე გააკეთო და კიდე. კი, კიდე დაგიწერ და ხალხო. პასტები ხო იყიდე ბლომად. მე ზინას გამოგზავნილები, წითლები იმდენი მქონდა. ბლომად რა? 5 პასტა ვიყიდე მე მგონი. 5 ვიყიდე მე მგონი. ვერც ეს ვეპოულობ. ბავშვებს გექცები თუ მახსოვდეს სად მაქვს. არ მახსოვს. წიგნები მისცეს 10 ცალი. 10 ცალი. სადა შეიჩალი? ამ ჩანქას თუ არ გააფუჭებს, არც გადავაგდებ. შევინახავ და გეგას პირველ კლასში არ მივცემ ამას, მაგრამ მეორე კლასში მივცემ თუ ესეთი ახალებით ეკნება გოდეს. პირველ კლასში ის ახალს ვუყიდი. გოდი მუხტანი მეჩხობა დღეს დილით, რომ რამდენი წლის არისო ეს ჩანთაო. გოდეს ნაქონი ბაღში რო დადიო და გოდე იმის დროინდელი ჩანთა დააქვს გეგას ეხლაც, მაგრამ ეს მეთქი ბაღში დადის და ამიტომ კონდეს თქო, არაფერი არ ჭირს და ამიტომაც კონდეს. მოკლედ, მარტო აი ამას აქვს ცუდოდნავი. საერთოდ არაფერში რო არ ითვლება ეგეთი, დანარჩენი ყველა კარგი წიგნები აქვს. კარგებია ყველა და ძალიან გამეხარდა, იმიტომ რომ გოდერძის ძალიან უჭირს
მოვლა ხალხო ხო გადაფუცლავს მე იქ აწლება ასე კითხულობს წერს აი ამიტომ არის რომ კარგად შეხვდებოდეს ფიქრობთ კარგია 10 წიგნია ხალხო მე მგონი პირველი ნაწილი 10 მილიონია ხო პირველი ნაწილი მე და საზოგადოებაც პირველი ნაწილი მუსიკა ალბათ ეს ჩვეულებრივად იქნება არაწერია ნაწილი ხელოვნებასაც არაწერია ნაწილი მაგრამ დაიცა ის რომელი იყო ბუნება ხო ხელოვნებას არაწერია ნაწილი ალბათ ეს იქნება ქართული ენა და ლიტერატურა პირველინა ერთი წიგნი იქნება ოღონდ სადაწერია ვერ ვხვდები ეს არის მის მეგობარი წიგნი და რვეული კი ერთი წიგნია და ერთი რვეული აგერ აწერია გამარჯობათ წიგნი კაი დადედიკო დადე ისე ხარ აგერ ვითამაშებ რვეული ესენი ხო გაჩვენეთ და ინგლისურიც ესე ალბათ მეორე ნაწილს მერე მისცემენ ხო ეხლა რა თუნდოდათ მაინც ძალიან კარგებია ყველა მოკლედ აი ესე იმედია წარმატებული წელი გვექნება და გოდერძი უფრო მეტად ჩაერთვება ამ სწავლის პროცესში ანუ მინდა რომ უფრო მოინდომოს ხალხო მე არაფერს არ ვითხოვ ძალიან არ უყვარს ბუნება და ხელოვნება იმიტომ უყვარს რომ მე მგონი იქ სასწავლი არ ვიცი ქონდათ თუ არა შარშან რამე არ მახსოვს რომ ესწავლოს სირცხვილია ჩემი მაგრამ ხატავდნენ მე მგონი უფრო ჩემი შვილი მარტო ამას აკეთებდა იმას გეუბნებით ხო და რა ვიცი აქ სასწავლი არის ხელოვნებაში მომკალით რა ვიცი მეც რომ მქონდა ხელოვნება არაფერი არ მქონდა სასწავლი რა ვიცი არ ვისწავლია მართლა არ ვისწავლია არ მახსოვს რომ რამე გვესწავლოს ანუ ჩაგვებარებინოს აკვეთილივით ხო და მოკლედ ეს დედიკო რაღაც გავაკეთეო მათემატიკაში დღეს და რაღაცაშიო ვერ იმას ვქენიო დამავიწყდაო რაღაცაო და მაგიტო იყო ეს მაგალითები ეხა დავაწყებინე აი ასე ხო მინისტრები იყვნენ დღეს ჩვენთან ჩვენ სკოლაში მე მგონი აქაური მინისტრი იყო ხო და მაგიტო იყო მე მგონი ღონისძიება თუმცა ყოველთვის გვაქვს ხო ვერ ვიტყვი იმას რომ აქ ღონისძიება რომელიც მოტყდა არა კაი შეინახე და ესეც მოტყდება მივაკერავ კაი ყოველ წელს არის ღონისძიება აქ და სტუმრებიც რო ყავდნენ და ეს მორჩე და ის გამომაცხოვია არ მინდა არაფერი სამია მასწავლებელი სალაპარაკოდ არ მინახია მინდოდა გასაუბრება მაგრამ მშობლებიო წადით სახლშიო რო თქვა დირექტორმა ბავშვები კლასშიო ზარი რო დაირეკა და მშობლების სახლშიო საყვედური არ მივიღო თქო და წამოვედი იმიტომ რომ იქ ზემოთ რო ვიყავით აქ რას ელოდებითო ამოვიდა და ვუთხარი რომ მე წიგნებს ველოდები მეთქი იმიტომ რომ გოდის წიგნები არ ქონდა ქვემოთ ღონისძიება არისო და ეს მოკლედ რა არ მოეწონა ზემოთ რო ვიყავით და შეიძლება მართალიც იყო მაგრამ
მე სიმართლე რო გითხრათ, მართლა იქ მასწავლებელმა რო აიყვანა, მე არც მეგონა ქვემოთ კონცერტი თუ იყო. მაგიტომ ელოდებოდი ზემოთ მასე ის კი არა კითხულობდი კიდევაც, რომ ნეტა ამდენი ხანი რატო არ ამოვიდა თქვა. მაგრამ ეხა ამ რაღაცებს ვერ დავუწყებდი, იმიტომ რომ ცოტა გაბრაზებული იყო, რომ ქვემოთ არ იყვნენ მშობლები და ანუ არ ვესწრებოდით იმას ბავშვების ღონისძიებას, სხვა ბავშვების, დიდი ბავშვების იყო უფრო მეტად მე მგონი. ჩემი ქმარი და იქ ისხდნენ. მაგრამ დასაჯდომიც რო არ იყო, მე ერთი სული მქონდა მართლა მორჩებოდეს და ზემოთ აიყვანდნენ ბავშვებს წიგნებს. ავიღებ, ჩავულაგებ გოდეს ჩანთაში და იმას ვიზამ, ხო წავალ მეთქი მერე. იმიტომ რომ ბავშვს წიგს რომ მისცემენ, მაინც მეშინია რომ აი მივეციო რომ მითხრას მასწავლებელმა და რო არ მოიტანოს, არ დაკარგოს, არ რამე მეთქი, აი ამის აზრით ვიჯექი იქში. დასაყეთებ. სოუზის. ხო და მოკლედ საყვედური მივიღეთ მაგის გამო. მოხდეგ მერე იყო ისინი რო წავიდნენ მინისტრები. ძალიან კარგი საურთიერთობო ქალი არის დირექტორზე, მithქვია მე რამდენჯერ დამირეკია, აი ძალიან კარგად გაგესაუბრება და ძალიან ისეთი, მაგრამ დღეს მართლა გაბრაზდა, იმიტომ რომ მართლა არ ვიცოდი და ეხა ხო არ დავუწყებდი, ვაიმე მართლა არ ვიცოდი და ასე და ისე თქო. მარტო მე არ ვიყავი, ყველა კლასში შევიდა თითქმის, იმიტომ რომ თურმე ყველანი ზემოთ ვიყავი, უმრავლესობა. მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, მეც ეხა სხვა იმებზე, კონცერტებზე რო დავდივართ, გოდერძი რომ მორჩება, მე არც მაგ იმისი ის რა ქვია, თუ გოდემაც არ მოინდომა, დავრჩე და ვუყურო. ბოლომდე. აგერც ეკვით რომ გამოდიან. ესენი რომ მორჩებიან გამოურბივართ, თუ მეორე გამოსვლა ვუძებთ, ჩავაცმევთ და მერე თუ არის იქ თავისუფალი ადგილები, მერე ვჩდებით და ვუყურებთ კი. თუ სადმე ვართ შორს, თორე აქ როცა ვართ ხოლმე, თუ მორჩებიან, მერე სახლში მოვდივარ, მე იქ არ ველოდები არაფერს. და სხვათა შორის მარტო ჩვენ არ ვართ, ახლა სხვაგან რო ვიყავით, იქაც ეგრე იყვნენ. რო გამოვიდოდნენ როგორც ჩვენების ასვესრებოდის ისე ბევრი გადიოდა და სხვისას არ უყურებდა. მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს მარტო რომ არ გაინტერესებს ნახე. ზოგჯერ იმისთვის გავრბოდით რომ ჩაგვეცმია მერე ბავშვებზე მეორე გამოსასვლელად რომ მზად ყოფილიყვნენ და აბა ეხა იქ ქობულეთში თუ სად ვიყავით, ჩვენ ქობულეთში ხო ვიყავით, ძალიან მაგარი იყო. აი ყველას იმას ვუყურეთ თითქმის. მაგრამ ეს იმანაც განაპირობა, რომ ჩვენები გამოდიოდნენ ბოლოს. ანუ ჩვენს მერე იყო კიდე ერთი მე მგონი დარჩენილი. ესეთი ამბები. მოკლედ. გარდერობის შეკვეთა მივეცი ხო იცით? ანუ არ მომიტანენ, დამიმზადებენ აქ, მაგრამ ნახე ხისგან რომ მზადდება 125 სანტიმეტრი ეტევა აქ ჩემთან. ხო და რახან ხისგან მზადდება, ამ შემთხვევაში არ ეტევა 3 თარო, როგორც აქ 3 თარო მიჩანს. ძალიან ვიწრო იქნება მერე თაროებიო და ოდნავ პატარა საკიდიც მინდოდა, აი ასე მაინც 1-2-3 4-ის მაინც დაეტევოდა ტანსაცმელი რომ დამეკიდა. ხო და დაურეკეს დღეს მუხას და უთხრეს რომ ორიანი ძალიან ისეთი იქნება ვიწრო და მაშინ მთლიანი თაროები უთხარით. 2.5 იქნება სიმაღლე და ასე 125. კარი აქეთ არ გაიღება, აი რო დადის, აი ესეთი იქნება, არ ვიცი იმას რა ქვია. ვერ გეტყვით, თქვენ ჩემზე უკეთ გეცოდინებათ.
ჩვეულებრივად ასე გორგოლაჭი თუ რაღაცაზე რომ არის, აქეთ გამოსწევ, აქეთ თარო გამოჩდება, იქეთ გასწევ ორივეს, აქეთა თარო და ასე შემდეგ. და სხვათა შორის მოტანიანად, მერე აქ აწყობიანად 750 ლარი გვითხრეს. განმედება არა აქვთ. იოქ. კიდევ კაი ხელფასობა მაინც მომიზრდეს და მერე ამას გავუშვებ. დავალომბარდებ, იმიტომ რომ ხელფასიდან არ მორჩება იმდენი და ამას დავალომბარდებ და იმას დავამატებთ. მერე ამას ნელ-ნელა ამოვიღებ. ეს კიდევ კაი რაღაცა მაინც როკაკა და მეანზო გავუშვა და ძალიან ჭირდება და მაგიტომ აი გოდე რამდენი ხანია მეხვეწება და იგო ჩემს ლოგინში მინდა დასასველი ვერსად ვერ მიმაქ ესაც წავიღო. ხო და იქ მიდევს. ჩემს ლოგინში მინდაო. ისეთი ამბები ხო. საშინელი როგორც შარშანი იყო საშინელი ქარი, ისევე იყო დღეს საშინელი ქარი. თუ უარესი ციო დათამად გეგა ბაღშია, კიდე ბაღშია. სამისთვის შევიცდები წავიდე. მე რაღა დარჩა 4-ის ნახევრის მერე მოყავთ, მაგრამ ნახოთ და ჭამაო წიწიპურა, მუხამ. ანუ ადა და ისინი ხო წამოვიყვანეთ ჩვენ. გოდე. ადა არ დარჩა რაფის და წამოვიყვანე. გოდე არა, მარტო მე და ადა მოვდიოდით, ღმერთო გოდეძე ეხა მოვიდა. რებოდიანი. ხო და გეგასთან მუხას უთხარი შენ შედი მეთქი გეგასთან და შენ გამოიყვანე თქო. იმიტომ რომ მე ფეხშეშელი მოვდიოდი როგორც ვიდეოში ნახავთ. რომ მივედიო, ანუ ჩუმად მივიდა მუხა. ჯერი ატაკზე თუ მოკლედ სათამაშოებს თამაშობდაო და მე რომ რაღაც მასწავლებელს ვთქვი, აბა აგროვეო სათამაშოებიო, ესენი აუგროვებია, ყუთში ჩაუყრია და საჭმელი დაუდეს თურმე მაგიდაზე. და გეგა ციციბურას ფაფა აიღო და ჭამაო მუხა მეუბნება ეგეთი ვუყურებდიო ერთი კოვზი მეორე კოვზი და გამოვიქეციო აქეთ თან მარინა მასწავლებელს ვთქვია და რამეო 1000 მეუცებ დაურეკავო იციან ეხა იმათმა გეგას სიტუაცია და თორსა თუ ღვთის წყალობით მის გავს რაღაცა არ განმეორებულა რაც იმ წამლებს ვასმევხავ აი ისეთი ისო ქონდა რა ქვია მოთენთილობა და რამის გავს რაღაცა არ არის მადლობა ხმებს ეხა ანალიზები ჩამომივიდა მე გეგასი და სამკურნალო არის სამმხრივ განსაექიმს უნდა ჩავუგდო ეხა ხეს და თუ რამე არის საჭირო აი ის გამოულინდა საზე იყო რომ ჩავატარეთ ჩვენ ლამბლია თუ რა ქვია მაგას ლამბლიაზე ხო ნორმა არის 0.2 და გეგას აქვს აი 34 0.34 დანარჩენი მე მგონი წესრიგშია არ ვიცი მოკლედ თან განმეორებითი გაკეთებულია ეგ ქუთაისში დავით აღმაშენებლის ქუჩა 22-ში არის ეს გაკეთებული და ანუ იქ გაკეთდა პასუხები და მე გადმოიგზავნა აქეთ მოკლედ ეს უნდა ჩავუყო გვანცა იქ გუშინ კვირა იყო ამიტომ არ მინდა სახლში შევაწუხო ხოლმე და რასაც მეტყვის მე ყველაფერს ვიდი რა თქმა უნდა ძალიან გახურებულა მეტ აი გაცივდეს ცოტა ხო ეხა ის შხეფები არსადარ დაეტევა აქ გარეცდილი ოღონდ წყალში ჩავტოვე წვანილი ხო და წყალი არ გვაქვს კიდევ კაი წოხანდელიდან შინდელიდან იყო სული ხო ასე რომ გუშინ ბავშვი დავბანი ორჯერ ზუგდიდში შევჭერით მაგრამ რომ ვერსად ვერ შევჭერით რიგები არ აქ არისო თავისუფალი ის მაინც
დედიკო соуზის ვაკეთებ. საუბრირი, ნუ. აკეთე. დედა სიმპათიური ბიჭი ყავს, დედიკოს. მოგეტონა სკოლის პირველი დღე. კი, მოგეტონებოდა, იმიტომ რომ პირველ დღეს იმდენი არაფერი, მაგრამ სასწავლი რო გექნება, მაშინ რას ვაკეთებ? როცა სასწავლი გაქვს, რას ვაკეთებ? მოკიდო მილეკავს. კარგა. ამას უხურეთ. უხურეთ. აგიტადე. აგიტადე კიდე. Papa brinji da khoti da pori. ხორცი უჭამია, ხალხო სახში არ ჭამს ხორცს. ხოჩახდე. Khoti როგორ შეჭამა? აიაო, გემრიელი, ხოჩახდე, ბევრი ხორცი ჭამე, დედი. არა. კარგი? სამიწრება ნეტა. მიყვარი ხარ დედიკო, ცემი ლამაზი. მოდი ვიტყვა. დედიკა ხარათე. კი, დე, მასწავლებელი მკითხა, ყველაფერს გიყიდი, დე. ჰა. კი, დედიკო, შენ შემოგევლე. გიდა მანქანა. კი, დე. გიყიდო მანქანა. ეს სულ თუ შეჭამ ბაღში საჭმელს, მაშინ გაუშვი. ყოველთვის თუ შეჭამ ბაღში საჭმელს, მაშინ გიყიდი, ხო? კარგი. ნუ აწვალე, დე. ვაწვალე. დიდეს. გემრიელი. ლექსი არ მოყევი? არა. არ მოგაყოლეს ლექსი? მიდი აბა აქ მოყევი ხა ხმამა. გაუშვი ხა გადი ნუ მიგუჭები. ხმამა გამოყევი დადექი, მე პატარა ქართველი ვარ. მე პატარა ქართველი ვარ, კაკასის თები შვილი. დაგანძამენ სხვა ჰამბა. და ეს ჩემია. სიგჯილი. ქართული. კაკადი. იმენეთი. გურია და გულია და სამაგრელო. ყველა ჩემი. ყველა ჩემი სამშობლო. საყვარელი საქართველო. და იმახსოვრე დედიკო აწეს ამდენი ხანია ყვები და მიდი ნასკი გაიხადე. ესაც მედი გავიხადე. ასწავლე. გაგაფუჭდა შილაკი იმისი. ცოტა ხნით გათხოვე დედიკო მენე. განგინ.